თემას, რომელსაც დღეს შევეხებით, შესაძლოა ეს თემა არც არის საინტერესო ფართო აუდიტორიისათვის. მეორე მხრივ, ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს უკრაინის გარშემო, ბუნებრივ გავლენას ახდენს ან მოახდენს ჩვენთან საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც. აქედან გამომდინარე, დამოუკიდებლად იმისა, ვის აინტერესებს ეს თემა, ეს თემები და ვის არა, ხო? ამისგან დამოუკიდებლად მე თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ ამ თემებზეც მესაუბრა ფინანსისტ ვასილ რევიშვილთან, რომელსაც რამდენიმე წუთში მოვიწვევთ ეთერში. მანამდე კი მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ტაბლომედია და ეგრეთ წოდებულ description-ში აღმოაჩენთ ჩემთვის მნიშვნელოვან ტექსტს. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ ვსჯელობთ უკრაინაზე, პირველ ყოვლისა ვსჯელობთ ცხადია უკრაინაზე, მაგრამ არც საქართველოს ამბები გამოგრჩება ამ ჩემი და ბატონი ვასილის დიალოგისას. ხო, მოკლედ მე ვიწევ ვასილ რევიშვილს, მოგესალმებით ბატონო ვასილს, ფინანსისტი ვასილ რევილია შემდგარი, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ განაცემაში. მე ერთგვარად ვეცდები რომ გავაერთიანო როგორც საქართველოს, ისე უკრაინის საკითხები, თემები და თქვენის ნებართვით დავიწყებ სწორედ ამ უკანასკნელი თემიდან, საკითხიდან, ამ უკანასკნელ ქვეყანაზე, ან უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე საინაუგურაციო სიტყვაში პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ და მეც გაიმეორა, რომ ნავთობის მოპოვებას გააძლიერებს, მაინც ალბათ ეს სწორი სიტყვაა, შეერთებული შტატები, რაც მსოფლიოში ნავთობის ფასს დააქტებს. ამ ომს უკრაინაში აქვს თავისი ეკონომიკური ფაქტორი, ან ეკონომიკური სეგმენტი. რამდენად დამაზარალებელი იქნება ნავთობის ფასის შესაძლო დაგდება რუსეთისათვის? ეს ალბათ აინტერესებს მაყურებელთა გარკვეულ ნაწილს, იმიტომ რომ სტერეოტიპულად ჩემთვის ესეა ცნობილი, რომ რუსეთი თავისი ეკონომიკის დაახლოებით 7%-ს რომ ხარჯავს უკრაინაში ომის წარმოებისათვის, ამ 7%-ს თავის მხრივ მეტწილად, მოდი მაინც ესე ვთქვათ, ავსებს როგორც ოფიციალური ექსპორტით, ისე ჭრილოვანი ნავთობის ფლოტით, რომელიც სხვადასხვა ოკეანეებშია გაფანტული და შესაბამისად იღებს აქედან არც თუ მთლად თეთრ თანხას. მოკლედ, ნავთობი და ომი. როგორ ფიქრობთ, რა არის ამ ტრამპის ამ განცხადების რეალური საფუძველი და დააზიანებს თუ არა ეს რუსეთს? კი, რა თქმა უნდა, ნახეთ მე სწორად აღნიშნეთ პოლიტიკური კონტექსტი და ეკონომიკური კონტექსტი, მე ძირითადად ეკონომიკურ კონტექსტზე ველაპარაკებ, თუმცა თავიდანვე ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ ეს ორი კონტექსტი ერთმანეთთან რაღაცნაირად წინააღმდეგობაში მოდის, ხო? შესაბამისად, თქვა პოლიტიკურმა კონტექსტმა შეიძლება გააბათილოს რაღაც ნაწილი ეკონომიკური კონტექსტისა. გეტყვით რას გულისხმობ? იდეაში შეერთებულ შტატებს, როგორც ეკონომიკას, ნავთობის ფასის ვარდნა დიდად არ უნდა აწყობდეს, ვინაიდან ის არის ნეტ ექსპორტერი. ანუ ამერიკა მეტ ნავთობს ყიდის, ვიდრე ყიდულობს. ასევე ბუნებრივ აირს. ხო, შესაბამისად, წმინდა ეკონომიკურად შეერთებული შტატებისთვის ყველაზე ნაკლებად, ყველაზე ისე რო ვთქვათ, ასე ვთქვათ, სულბუქად რო ვთქვათ, არამომგებიანია ნავთობის ფასის ვარდნა. თუმცა აქ შემოდის რა თქმა უნდა პოლიტიკური კონტექსტი. პოლიტიკური კონტექსტი რა თქმა უნდა არის ამ შემთხვევაში პირველ რიგში თუ არა მხოლოდ ეს ომი უკრაინაში და რუსეთის ასე ვთქვათ თავგასულობა, ხო? რა თქმა უნდა, რაც უფრო ნაკლებია ნავთობის ფასი, მით უფრო ცუდია რუსეთისთვის ზოგადად, განსაკუთრებით ომის პირობებში, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, რუსეთს უწევს გარკვეული გვერდითა გზების პოვნა, ძირითადად ვთქვათ ინდოეთის ასე ვთქვათ ოკეანის მიმდებარე ქვეყნების დახმარებით ხდება. და რა თქმა უნდა, ვთქვათ, იმ ოფიციალური ნავთობის ფასიდან იქაც რაღაცა ილექება, რაღაცა იკარგება რუსეთისთვის როგორც ქვეყნისთვის. ხო? შესაბამისად, ვთქვათ, რაც უფრო დაბალია ფასი, ადრე თუ ცნობილი იყო, როგორც თვითონ ამბობდნენ, ბიუჯეტი გაბალანსებული ქონდა რუსეთს $70 ბარელის ფასი, დღესდღეობით ალბათ ვთქვათ 75 მაინც უნდა იყოს, თუ დაუშვებთ, რომ დაახლოებით 5% იკარგება მოდი ასე ვთქვათ ამ ტრანზაქციებში. რა თქმა უნდა დაიკარგოს, ხო?
დღეს ფასი დაახლოებით 70-ია, ყველაფერი რაც თქვათ ჩამოწდება 70-ს, მთელ სოფლიოს აწყობს. მთელ სოფლიოს, ანუ ცივილიზებულ სოფლიოს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ტრამპის მოწოდება არა მხოლოდ თქვათ განაცხადა თქვათ ამერიკის წარმოების გაზრდაზე, რაც ხდება, თუ შევხედავთ წარმოება იზრდება ეფექტურობის ხარჯზე ძირითადად არ ხსნიან ახალ ასე ვთქვათ ამ oil რიგებს, ხო? აკეთებენ ეფექტურობას ზრდიან. ბუნებრივი აირის შემთხვევაში რაღაც fracking-ს ეძახიან, ვთქვათ ახალი მეთოდებით მოპოვება, ასევე მოუწოდა პირდაპირ საუდის არაბეთს, რომ თქვენ უნდა გაზრდოთ ნავთობის მიწოდება, იმისთვის რომ ფასი დაეცეს. სავარაუდოდ ეს წნეხი გაგრძელდება, ვინაიდან ტრამპს სურს, ვთქვათ, მოლაპარაკების მაგიდაზე დასწრდეს პუტინთან. და უკეთესი სასტარტო პირობებით, მე მაინც და მაინც პოლიტიკაზე კი არ გადამაქვს, მაგრამ უკეთესი სასტარტო პირობებით დაელაპარაკოს სავარაუდო და ალბათ გარდაუვალ შეხვედრაზე პრეზიდენტ პუტინს. რა თქმა უნდა, ძლიერი კარტი უნდა ხელში ეჭიროს იმისთვის, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დაждდეს, ხო? შესაბამისად, ალბათ მე ვფიქრობ, განსაკუთრებით სეზონურობიდან გამომდინარე და ჩვენ ხედავთ უკვე ნავთობის ფასის ვარდნას, ეს პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, სპეკულირებას არ დავიწყებ რამდენი იქნება ფასი, ვერც იმას გეტყვით, რის ხარჯზე შემცირდება, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ეთყობა და ჩანს, რომ ყველა მცდელობას არ დააკლებენ, რომ ეს ფასი შემცირდეს. თუმცა კვლავ, შემთხვევით არ მithქვია პირველი ნაწილი, რა თქმა უნდა, უკვე შემოდის ამერიკის შეერთებული რაღაც ზღვარი არსებობს, რომელიც უკვე შეერთებულ შტატებსაც არ აწყობს. კი. ამასობაში მეორე და ჩემთვის ასევე გაუგებარი თემა, არა, პირველი კიდე გასაგები თემა იყო, გულახდილად გეტყვით, მაგრამ მეორე გაუგებარი ან ბოლომდე ვერ გაგებული თემა არის შემდეგი. ამ 4 დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა ამბივალენტურმა ბევრის აზრით, მემარჯვენემ სხვათა აზრით, არასტანდარტულმა კიდე ბიზნესმენ რაღაც სხვადასხვა გვარად ამბობენ. ბევრი რეგალია აქვს, კი. ბევრი რეგალია აქვს, მაგრამ ნუ მოდი და ჩვენ ოფიციალური რეგალიით დავაკმაყოფილდეთ 47 პრეზიდენტმა შეერთებული შტატებისა, 45 პრეზიდენტი რო იყო და 47-ს რომ არის, იმან კი თქვა ამგვარი რამ. უკრაინას მიმართა და უთხრა, რომ თუ თქვენ მოგცემთ ამერიკას გადასცემთ წიაღისეულის საბადოებს, ხო, ამას სწორი ტერმინია, მადნებისა და წიაღისეულის საბადოებს, იქ არის ურანზე ლაპარაკი, იქ არის ლითიუმზე ლაპარაკი, იქ არის კიდე სხვა მადნებზე ლაპარაკი. ამ შემთხვევაში ჩვენ დაგეხმარებით ყველაფერი იმით, რაც თქვენ გჭირდებათ და არა მხოლოდ ამით. ეხლა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და შესაძლოა თქვენ განსხვავებული წყაროები გყავთ და უკეთ მოიძიეთ. ამ დიდარი საბადოების 70% არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არა, დასაკვირველია არის არაოკუპირებულ ტერიტორიებზეც, მაგრამ არის 70%, ეხლა პოლიტიკაზე მე კი არ გეკითხებით, მაგრამ მაინც გამარკვიეთ. თუ ომი უნდა დასრულდეს დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინა თანხმობას მისცემს თუ არ მისცემს ტრამპს ამ საბადოების გადაცემაზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, მაშინ რუსეთისთვის უნდა ეთხოვა, ხო, ესე ვიტყვი და აი აღხსენეთ რა საბადოებზია ლაპარაკი, მაყურებელს აუხსენით და რამდენად სწორია შემიჭრელობა. პოლიტიკას ვერ ასწავლე, ძალიან საინტერესოა თქვენ მრავალწლიანი კომბინაციაა მან. ნახეთ, რა თქმა უნდა მოვიძიე, საბადოები გაფანტულია, ბევრი ნამდვილად არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა მაგას ნაკლები ყურადღება მივაქციე. აი ცალკე გასაშიფრებად, მაგდენი, ასე ვთქვათ, პოლიტიკის, ასე ვთქვათ, პერიპეტიების ცოდნა არა მაქვს, თუმცა აი რაც იკითხება პირდაპირ. აქ საუბარი არ არის იმდენად ლითიუმზე და ურანზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსაც მოეპოვება საჭიროზე მეტი, ხო? აქ არის საუბარი ეგრეთ წოდებულ rare earths ეძახიან, ანუ დედამიწის იშვიათი ელემენტები, ასე ითარგმნება. ხო, ეს არის 17 ელემენტი, სხვათა შორის 2000-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა ამის ბუმი, hedge fund-ებიც კი შეიქმნა ამ ელემენტების ვაჭრობის, ამას ხას უსვამ, იმიტომ რომ საოცრად ძვირი ფასია
ისინი გამოიყენება როგორც თავდაცვის ინდუსტრიაში, ისევე ვთქვათ, განახლებადი ენერგეტიკის სფეროში, ყველაფერში რაც ელექტრონული, თანამედროვე ელექტრონულია, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ელექტრომანქანები, ცელულარული ისინი რა ქვია, ტელეფონები და ასე შემდეგ, ხო? აქამდე ყველაზე დიდი მომწოდებელი მსოფლიოსი ამ ელემენტებისა იყო ჩინეთი. ტრამპ მე რაც წავიკითხე, ხო? მე რაც წავიკითხე რა, ჩემი აზრით გამოვიცანი. მოსალოდნელია ალბათ ურთიერთობის შემდგომი დაძაბვა ჩინეთთან. ამერიკის შეერთებული შტატებისა. შესაბამისად, შეიძლება ეს რაღაც ორი კურდღლის დაჭერასავით იყოს, ვთქვათ, პირობითად დამატებითი შემოსავალი შეერთებულ შტატებს უფასოდ გადაცემა. სავარაუდოდ უფასოდ ყოველთვის კომპენსირებაზე იქ ლაპარაკი იმ დახმარებისაც, რადგან ამერიკა აკეთებს. პლუს გასწორებით, მაყურებელს რო განუმარტოთ, აქ ლაპარაკია არა აქამდე გაკეთებულ დახმარებაზე, ნუ ბაიდენის პირობებში, არამედ სამომავლოდ გასაკეთებელ დახმარებაზე, დიახ. კი ბატონო, იმ სამომავლო გასაკეთებელი დახმარების კომპენსირება, ასე ვთქვათ, იმ სანაცვლოდ მიწოდებული ამ მინერალებით და მეორე ის რომ ვთქვათ ჩინეთზე დამოკიდებულება იმ დარგში რომელიც ყველაზე სწრაფად მზარდია დღეს შეერთებულ შტატებში კონკრეტულად ვთქვათ ხელოვნური ინტელექტი ელექტრომანქანები ხო რაც ჩამოვთვალეთ ყველაფერი ამას ჭირდება სწორედ ეს rare earth elements ხო დედამიწის იშვიათი ელემენტები მე ვფიქრობ რომ უფრო აქეთკენ მიდის მეცაც გეტყვით უკრაინამაც დაადასტურა რომ არსებობს ეს ჩვენეთ ელემენტი მის ტერიტორიაზე და მზად არიან ასე ვთქვათ მოლაპარაკების მაგიდაზე დასხდნენ ამის თაობაზე არა თქვენ არ ახართ ადრესატი მე მესმის იმ კითხვისა რომელიც პრინციპში მე ძალიან მაინტერესებდა და ალბათ სხვას უნდა მივარტო ვერავინ ვერ მიხსნის თუ ომი სრულდება ზეგ 100 დღეში და 197 დღეში წყდება თუნდაც და ეს 17 ელემენტის საბადოები ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინას როგორ ღა თუ რატომ ღა სწობს კეთილი საინტერესოა ეხლა ამას სობაში მე რამდენად საბადოების გადაცემაზე არ იყო საუბარი მე მგონი ხო იმიტომ თვითონ ტრამპის სიტყვას თუ მოусმენთ ისინი სანაცვლოდ მოგცემენო მე გაშიფრეს რომ რეალეს გულისხმობდა იშვიათ მინერალებსო აქ არ იყო საბადოების საუბარი სავარაუდოდ თუ კომპენსირება მოხდება რაოდენობრივად ხო სამუდამოდ ამ საბადოებს არ გადასცემენ ხო რაოდენობით ხადია კი ხო მაგრამ მართალი ბრძანეთ მე ყველაზე ნაკლებად კომპეტენტური ვარ ასე ვთქვათ ომის ხო მეც გულახდილად გეტყვით აი მეტი განმარტება ვერ ამ მიმართულების მეტი განმარტებას ვერ გავეცანი ვერ ნახე ვერსად ვერ არ თუმცა კიდევ ერთხელ არამხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა საბადოები კი გასაკვირველია და თუ იგულისხმება არა ოკუპირებულ ანუ კიევი რასაც აკონტროლებს იმ ტერიტორიებს თუ გულისხმობს პრეზიდენტი ტრამპი მაშინ შედარებით იოლი ამოსაცნობია ეს პაზლის ეს რომელი ნაწილაკი უნდა ჩავდოთ აქ ამ შემთხვევაში თუმცა ყველაზე დიდი საბადო რასაც უკრაინა ამბობს გონი ბელორუსისისკენ უნდა იყოს არ დამიძებნია ამას შეგიძლიათ გადაამოწმოთ რომ უკრაინის ტერიტორიაზე შეიყვანეთ თუმცა აქვე გეტყვით რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით აი ნახეთ რაღა ამ თემას ვეხებით და ტიტანიუმი კი მაგრამ ეს rare earth-ი შეიძლება მარტო იქ არ იყოს აი ტიტანიუმთან დაკავშირებით ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ვებსაბადოში გაგიკვირდება და იყვნენ შესულები აზერბაიჯანის კომპანიები და იმათ გაჩერებული ქონდათ ოღონდ აი მუშამოსამსახურეებსაც და ნაკლებ ხელფას უხდით ანუ გაჩერებული იყო არა წარმოებდნენ ესე ვიტყვი და მე იყო ლაპარაკი ეს ვიდრე ომამდე ლაპარაკი იყო იმაზე რომ მუშამოსამსახურეები იაფი მუშახელი უშუალოდ აზერბაიჯანიდან უნდა ჩაეყვანათ ეხლა ეს ინვესტიცია გაჩერებულია კი არა ფლობელობას გაჩერებულია მანამდე ეს გარკვეულ ოლიგარქებსაც ეკუთვნოდათ უკრაინა მოკლედ დიდი ამბებია ამასთან დაკავშირებით კი მაგრამ მანდ ეფექტურობაზე ალბათ შეიძლება ვთქვათ ნავთობის მოპოვება ყველა მისის თუმცა ვნახეთ რომ აგერ ეფექტურობით შეიძლება 20% გაიზარდოს ეფექტურობის ზრდით 20% შეიძლება გაიზარდოს მოპოვება ალბათ ამ რთული ელემენტების მოპოვებას ვთქვათ პირდაპირ ალბათ ადვილი არა კლავ მე არა ვარ ექსპერტი კეთილი ახლა თქვენის ნებართვით საქართველოს შევეხები მე იმ აზრის ვარ რომ ის რაც ხდება უკრაინაში რაც მოხდება უკრაინაში თლად ზუსტი რო ვიყო უკრაინასთან დაკავშირებით გვინდა არ გვინდა თვალს ხუჭავთ ხურს ხუჭავთ თუ ასე შემდეგ ავტომატურად აისახება ერთგვარად და ავტომატურად აისახება საქართველოს შიდა პროცესებზეც
დამოუკიდებლად იმისა, ვინ სირაქლემობს, სხვა ამ სიტყვის გამო შეიძლება მე რაღაც დამაჯარიბონ პოლიტიკური სირაქლემას თუ დავუძახებ, უწოდებ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკოს ამ ხო, ეს ამაზე ვიდეო ბლოგი გვექნება და მაყურებელს აქვე დავუანონსებ, რომ დღესვე გამოვაქვეყნეთ ჩვენ ვიდეო ბლოგს, სადაც აი ამ ხელისუფლების რეპრესიულ გადაწყვეტილებებზე ვისაუბრებთ, მაგრამ ეს სხვა თემა. მაგრამ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე აგიგითხარით, აისახება ისაც გარშემო ხდება, აღმოსავლეთში რაც ხდება, აღმოსავლეთში ისიც კი ისახება და არათუ ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. მე სხვა რაკურსი მაინტერესებს. ფაქტია, რომ მესმის რომ ცალკეული ჩინოვნიკები დაასანქცირეს, მესმის ეს. მაგრამ გვინდა არ გვინდა ჩინოვნიკების დასანქცირებაც კი და არ აქვეყნის ეს პირდაპირი მნიშვნელობით, გვინდა არ გვინდა ისახება ქვეყანასაც. იმიტომ რომ ეს ჩინოვნიკები მართავენ. ეხლა როგორ მართავენ, არიან უფლებამოსილნი თუ არა, გაყავდა თუ არა, ეს ცალკე თემაა და ისინი არიან ძალაუფლებაში. რა შესაბამისად ეს სანქციები, ის წნეხი, ეს იზოლაცია. რამდენად მძიმედ და ალბათ აისახება ეკონომიკაზე. ბოდიშვილს ერთ დეტალსაც აღვნიშნავ. აი ასე მაგალითად მე ვისაუბრე ამ ორი კვირის წინ პრივატული საუბარი მქონდა, შესაბამისად არ გავამხელ თანამოსაუბრის გვარსახელს ტურიზმის ბიზნესის ერთ-ერთ წარმომადგენელთან, რომელმაც მითხრა, რომ ირაკლი შეიძლება ტიპა ეს ბაბლი თუ ეს ბუშტი გასკდეს და აბსოლუტურად დაინგრეს ყველაფერი. რაზეც მიბმულია ტურიზმზე, მიბმულია უამრავი რამე. ხო ისე როგორც სამშენებლო ვინმეს რომ მარტო რაღაცა შენობა გონია, იმაზე მიბმულია დამხმარე საშუალებები მეტლახიდან დაწყებული, ცემენტით გაგრძელებული თუ პირიქით ცემენტით დაწყებული. იგივე ტურიზმზე გამომდინარე ეკონომიკა. თან ბოდისვიხტი ამასაც შევნიშნავ და ავასრულებ კითხვას. პრემიერ-მინისტრი ყობახიძე მოკლედ ვარაუდობს და ამბობს, რომ 9%-იანიც დაგვექნება. მისი მოადგილე გაქვია და მოადგილეს დავითაშვილი ის ვარაუდობს, რომ 3%-იანიც დაგვექნება, გეპის 9-სა და 3 შორის არის 6%. მე რო შემეშალოს პროცენტ ნახევარი მეც არ მეპატიება და ნუ სლად პრემიერსა და მის მოადგილეს რო ეშლებათ თუ სხვადასხვა მონაცემს მოკლედ რა ბედიელის ამ ქვეყნის ეკონომიკას ასე გაგრძელების შემთხვევაში. ნახეთ პირველ რიგში პირველ ნაწილზე სანქციებსაც შეეხება არ დაგვაუწყდეს რომ რუსეთშიც ჩინოვნიკები არიან დასანქცირებული და რა ქვეყანა ხო? ძირითადად ნუ პლუს ბიზნესმენები და ასე ვის დაკავშირებულია და დაახლოებულია ამ ჩინოვნიკებთან. არ მოუყვები ახლა გრძელ ისტორიას, ჯაჭვისას როგორ ებმება სანქცია ეკონომიკას, ალბათ ყველას ჩვენივრად ესმის. ელემენტარულად ყველაზე მარტივს რომ არავის არ უნდა ქვეყანასთან ურთიერთობა, სადაც ტოპ ფიგურები, ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში ფურცელზე არიან დასანქცირებული. ვინაიდან არჩევანი დიდია, ხომ სოფლიო დიდია. რატომ მოვა ისეთ ქვეყანაში, სადაც ვთქვათ, სანქციების რისკი მასაც ელოდება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ოფაკი საკმაოდ მკაცრია ამასთან დაკავშირებით, ამერიკის საგარეო აქტივების მართვის ოფისი, რომელიც ვთქვათ, სანქციებს გამოსცემს ფინანსურს. ხო, სადაც მისი პოლიტიკაა, რომ პირი, რომელიც დასანქცირებულ პირთან საქმიან ურთიერთობას იჭერს, ისიც დასანქცირდება. ხო, ანუ მეორადი სანქციები გავრცელდება მასზეც. კი ბატონო. შესაბამისად, ვთქვათ, რისკი ამისა დიდია. ვთქვათ, თუ ავიღებთ მასშტაბს, ნუ მასშტაბი, ნუ საბანკო სფეროს გააჩნია, როგორ მოიქცევიან, მოდი ესე ვთქვათ, თუ საბანკო სფერომ დაიჭირა საქმე კვლავ სანქცირებულ პირებთან, ბანკების დასანქცირდება, ნუ გულისხმობს იმას, რომ დოლარის გადარიცხვები საერთოდ შეჩერდება. დოლარის გადარიცხვები როცა შეჩერდება ნებისმიერი სხვა განვითარებული ქვეყნის ვალუტის გადარიცხვებიც. ხო, ანუ იმაზე საუბარი, რომ თუ სანქციები, ვთქვათ, ისეთი სიმძაფრით და სიმძიმით იქნა, როგორიც ვთქვათ, შეიძლება იყოს, ოფაკის სანქციები ძირითადად, ეს თავისთავად გადავა ევროგაერთიანების სანქციებზე, UK გაერთიანებული სამეფო სანქციებზე და ასე შემდეგ. ხო, ეს სამი თუნდაც საკმარისია. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა, ასე ვთქვათ, პერსონა კი არა, რაღაც terra non grata გადაიქცევა. იმ ხრივ რომ არავინ საქმიანი, ასე ვთქვათ, არავინ ნორმალური. მას ლერსაბეს ჩაგეკითხებით. აღაი მეორადი სანქციები ახსენეთ, თუმცა ამ თემაზე ცალკე მინდოდა მეკითხა.
ეს ეხება თუ არა მათ შორის ჰიბრიდული დემოკრატიის ან არადემოკრატიული ქვეყნებიდან წამოღებულ შესაძლო ინვესტიციებსაც. მეორადი სანქციები. იმიტომ რომ აღარ მახსოვს იმ კომპანიის სახელი, რომელიც თითქოს 36 მილიარდიანი კაპიტალბრუნვის არის, ბატონო? ემარი, დიახ. და 36 მილიარდი მისი კაპიტალბრუნვა მთლიანად 1/6 თითქოს საქართველოს ხოშ ანონსის მემორანდუმისა და ანონსის მიხედვით და თუ აპაკი სანქციებში იქნება კვეთრი, კიდევ უფრო კვეთრი, მეორადი სანქციები ემარს შეეხება. ვწდები? არ შეეხება თუ ბიზნეს ურთიერთობას და არ დაიჭერენ საქცილებულ ორგანიზაციებთან, კომპანიებთან, საქცილებულ ორგანიზაციებთან და საქცილებულ პირებთან. ქვეყანაში შემოსვლას არავინ არ უგზავნა. თუმცა ეს სხვა საკითხია, რამდენად ემარი შემოვა, ამაზე არ ვაკომენტებია. აქ არ არის საუბარი, თქვა, დღესდღეობით, დღევანდელი სიტუაციით არავინ არ უშლის ხელს. მე რას ვამბობ, დღესდღეობით მხოლოდ პერსეფცია, აღქმა შეიძლება იყოს ისეთი, რომ რატო წავალ იმ ისეთ ქვეყანაში, სადაც სანქცირებული პირველი პირები არიან. დღესდღეობით ეს არ არის. შესაბამისად, ის მემორანდუმი, რომელიც ხელშეკრულება არ არის, ხო? ის არ არის, თქვა, ქვაზე ამოჭრილი და ხელმოწერილი. ბეჭედ დასმული, კი ბატონო. დასმული. შესაბამისად, თქვა, ის ჯერჯერობით არაფერს არ ნიშნავს. ჯერჯერობით შეგვიძლია, ასე თქვა, არ კონდეს იმის რაღაც აღქმა, რომ თითქოს ეს ფული ხვალვე უნდა შემოვიდეს. რას ვამბობდი, სანქციებზე ვიყავი. ხო, ეკონომიკურ. და აი შესაბამისად ეს ყველაფერია მაღალი ალბათობით, ხო? აბიცი ამდენად სწორია. აი, განჩლოვარიც გამოჩნდა. დევალვაციას ველით. კი. ესეთი მოკლე პასუხია. ანუ ველით და არა მე ცხადია სუსტრიცხს ვერ დაასახელებ და ვერც ვერავინ ვერ და კი, ადრე ვასახელებდი სხვათა შორის, როდესაც ნორმალური პირობები იყო, იმიტომ ადვილი გამოსათვლელია, თქვა, ინფლაციების გასხვავებით, როცა ნორმალური პირობები. ახლა გეტყვით ასვეველი დევალვაციის ყველაზე ნაკლებად მეშინია ამ სცენარით. კлау, რაც თქვი, ჩვენ უკვე ვხედავთ 24 წლის მესამე კვარტალში ინვესტიციები საოცრად, საგარეო ინვესტიციები საოცრად შემცირდა. 24 წლისვე მესამე კვარტალში პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში ქვეყანაში ინვესტიციის სახით შემოვიდა ნაკლები ფული, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. პირველად 25 წლის განმავლობაში ოფიციალური სტატისტიკა. მეოთხე კვარტალში ალბათ უარესი ჯერ გამოქვეყნებულა, მაგრამ ალბათ უარესურად. თუ სიტუაცია გაგრძელდა ასე, კлау, ყოველთვის ხას უსვამ, აქ არ არის საუბარი არეულობაზე, არეულობას ქვეყანაში არ აგვაქვს. ჩვენ გვაქვს ხალხის ხმა, რომ ხალხი ამბობს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ხო, არანაირ არეულობას საუბარი არა, აქ არის იმ მოვლენებზე, რომლის ავტორები კი ბატონო, ვიცით ვინც არიან, ხო? შესაბამისად, თუ ინვესტიცია შეწყდა, თუ დოლარის შემოდინება შეწყდა, თუ თუნდაც იგივე, თქვა, თავის ქვეყნის ექსპორტერებმა და ჩვენთვის იმპორტის წყარომ თავი შეიკავა ჩვენთან ურთიერთობით, იმიტომ რომ მათთვის არა ვართ რაღაც უზარმაზარი, ხო? მათ შეუძლიათ გადაამისამართონ, თქვა, ეს ექსპორტის სხვა. ხო, შესაბამისად, თქვა, ქვეყანა ნელ-ნელა ექსპორტზე გატანაზე საუბარი ზედმეტია, რა თქმა უნდა, იგივე ლოგიკით შემცირდება და გაცილებით მეტად ვიდრე იმპორტი რუსეთშიც არის. ხო, შესაბამისად, დოლარის შემოდინება, უცხოური ვალუტის შემოდინება კვეთრად შემცირდება. ხო, ის გადმორიცხვები დარჩება, ტურიზმი დაიკლებს, დარჩება ფაქტიურად ერთი წყარო გვექნება ის ტრანსფერები, იმიგრანტების ტრანსფერები და ტურიზმის და დარჩება თუ არა, მოდის ვიხდი ენერგეტიკა, იმიტომ რომ მე სულ არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, მაგრამ არ მახსოვდა უფრო სუსტი რო იყო, მაგრამ აგე გუშინ თუ გუშინ წინ ალტერნატიულ ენერგიაზე, ენერგეტიკაზე, ენერგიაზე ლაპარაკი დაიწყო საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ, იქ არის ლაპარაკი მზის ენერგიაზე, კარის ენერგიაზე და ასე შემდეგ და არ მახსოვს რო არ შემეჩაოს, მაგრამ რამდენიმე 100 მილიონიან ინვესტიციაზე იყო ლაპარაკი თითქოს, მაგრამ არა, ნახეთ ახლა ქარის ენერგია ჩვენთან არაეფექტურია და არ მუშაობს, ეს უკვე ჩვენმა პილოტურმა პროექტებმა საჩვენა. მზის ენერგია ძვირია ჯერჯერობით და არ ამგონია ხა თქვა ეს შეიძლება იმუშაოს თქვა რაღაც კერძო სახლებში და თუნდაც იგივე კორპუსებში მასშტაბურად ახლა წარმოება გამართო მზის ენერგიაზე ჯერჯერობით თქვა ეგეთი ან ძალიან დიდი ინვესტიცია ჭირდება ან ხო
სხვა ალტერნატივა არა. ხო და ჰიდროენერგიაში კიდე 4 მილიარდის პროექტებია გაჩერებული და ჰიდროენერგიაში და კი ბატონო, ხო და ერთადერთი ისედაც ნებისმიერ შემთხვევაში ჯერჯერობით ყველაზე იაფი წყარო არის რა თქმა უნდა ჰიდრო და თუნდაც ის ტრადიციული თქვა გარემოსთვის არც თუ ისეთი რაღაც სახარბიელო მაგრამ გარემო ჯერ არ გვცალია გარემოსთვის მეთოდები მაინც ყველაზე იაფია. შესაბამისად, ენერგეტიკა ალბათ იმპორტი გაგრძელდება, მით უმეტეს იმპორტს არ ვაკეთებთ ისეთი ქვეყნიდან, რომლებიც ასე თქვა დემოკრატიით დიდად გამოირჩევიან, ხო? ასე რომ ენერგეტიკაში თქვა ვერ ხედავ რაღაც დიდ ცვლილებას ამ სცენარიდან იმ სცენარიდან. მაგრამ რა შეხედავ ისო გავაგრძელო წინა თემა. დოლარის შემოდინებასთან დოლარს ვეძახი ყველა უცხოურ ვალუტას. შემოდინებასთან ერთად ჩვენ ხედავთ ეროვნული ბანკის ნაბიჯებს მოთხოვნის შემცირების უზრუნველსაყოფად. ანუ იმას კი არ ცდილობენ რომ მეტი დოლარი შემოვიდეს, არამედ აღიარებენ რომ ცოტა დოლარი შემოვა და მოთხოვნას ხელოვნურად ამცირებენ. ასე მაგალითად ბანკებს გაუზარდეს რეზერვი 25%-მდე, რაც იმას ნიშნავს რომ ყოველ $100-ზე რომელიც დეპოზიტარში აქვს, $25 უნდა გადაიდოს და მხოლოდ $75 შეუძლია დააბრუნონ ეკონომიკაში. რაც ძალიან დაბალი ციფრია ეკონომიკის დაბრუნების და ეს შესაბამისად ძალიან მაღალი ციფრი, ხო? ანუ ხელოვნურად ზღუდავენ მოთხოვნას და რას გამოიწვევს ეს? კი ბატონო, ნაკლები შემოდინება, ნაკლები, ასე თქვა, მიწოდება, ნაკლები მოთხოვნა, გარკვეულწილად გააბალანსებს და არ გაფრინდება ლარის კურსი, თქვა, პირიქით სუბსკურსი არ ჩავარდება, რაღაცას დაიჭერს, მაგრამ ეკონომიკას დაარტყამს. და ამით დაუბრუნდები 9%-იან ზრდას, 9%-იან ზრდას, რა თქმა უნდა, არ ველოდები. ოფიციალურად თვითონ სამთავრობის ფინანსთა სამინისტროს გეგმა, რომელიც ჯერჯერობით არ შეცვლილა, არის 5.5% 2025 წლისთვის, თუმცა სავარაუდოდ 5.5% შესრულება გაჭირდება გამომდინარე უკვე არსებული მდგომარეობიდან. ანუ თქვენ ველოდებით 3-დან 5.5-მდე. 3-დან 5-მდე. რაც ჩვენი ქვეყნისთვის რომელსაც სწრაფი ტემპებით უნდა წინ წასვლა, ну არ ვიცი, ხევრო კავშირისკენ აღარ გვინდა, მაგრამ ხო რაღაც განვითარება, რაღაც მათ შორის სოციალური პაკეტების სახელმწიფოს ვალდებულებების დაკისრება და ხო შესრულება, ხო, არის ну ძალიან დაბალი პროცენტი. რაღაც კიდევ ერთი შეიძლება 3%-ისკენ უფრო იყოს თუ ასე გაგრძელდა ვიდრე 5-ისკენ, იმიტომ რომ კიდევ ერთი უარყოფითი ეფექტი ეკონომიკისთვის არის ის, რომ გადასახადებიზდება და ამ გადასახადიდან, ну, არაეფექტური, ასე ვთქვათ, ну, პროექტებს დავარქვენ, არაეფექტური ხარჯვა ხდება ამ გადასახადების, რაც ვხედავთ, ხო? გადასახადები მეგობრებო ყველაფერს აქციზი, ახლა რაღაც რკინის თუ არმატურის გადასახადი მოიგონეს, $120 დაამატებას. და ანუ იმასაც შენებლობასაც ნელ-ნელა აჩერებენ, ხო, ამით $120 გაუძვირეს უცებ ხელოვნურად ფასი. ხო? შესაბამისად, ну, დიდად სახარბიელო სურათი არ აქვს. ერთი ესეთი ცხადია რიტორიკული და პასუხი ცხადია ვიცით, მაგრამ მაინც მაყურებლის ნაწილისთვის ხო ვთქვი. დასავლეთი არის ნელი. ამ ფორმულირებით გითხავთ, მათ შორის ინვესტიციებში. აი მაგალითად, ეხლა ვფიქრობ დავასახელო თუ არ დავასახელო, მაგრამ დავასახელებ რატომაც არა. როდესაც 2017-18 წელს ანაკლი სპორტის პროექტი შედგა და გადაეცა TBC ჯგუფს და კონტი ჯგუფს, შეერთებული შტატებიდან ინვესტიცია, ანუ კონტი ჯგუფიდან რო არ შემეშალოს, არ დავასახელებ რიცხვს, მაგრამ არ იყო ზედმეტად მოცულობითი. რაც ძალიან სამწუხაროა ჩემთვის გულახდილად გეტყვით და სასაყვედურო მაქვს. თუ კონტი ჯგუფისთვის და თუ ზოგადად შეერთებული შტატებისთვის რიტორიკულად რა ვთქვი ამას, იმისთვის რომ ისინი ქვიან, შემოდიან, ან სათანადოდ არ შემოდიან მეთქი. ეს სარიელი ადგილით რო ჩდება, მერე ხო, ამიტომაც მოდის გარკვეულ შემთხვევებში არც თუმთლად დემოკრატიული სახელმწიფოებიდან ინვესტიციები თუ ისიც მოდის ღმერთმა უცხისა. მაგრამ რიტორიკული კითხვას ამას ეხება, რამდენად გვჭირდება ჩვენ სწორედ დასავლური ინვესტიციები, გვჭირდებოდა და გვჭირდება. არ მინდა ეს ზოგადი სიტყვა. ნესტლე რამდენად გვჭირდება აჭარაში თუ გურიაში და არა რომელიმე ნახევრად დემოკრატიული სახელმწიფოს ინვესტიცია. და ნესტლე რო არ შემოვიდა თუ რა მნიშვნელობა აქვს რაღაც სხვა ნესტლეს ასვერჩი ხო რაღაც სხვა კომპანია. ხო, ვიღაცა სხვა შემოვიდა. კარგი.
ნუ პირველ რიგში მოდით ერთი ნაბიჯით უკან ამერიკულ ინვესტიციაზე მე უსმინე თუ წავიკითხე ზუსტად არ მახსოვს ამის შესახებ ინფორმაცია მოვიპოვე თვითონ ანაკლიის პორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მრჩევლისგან გვალსა დავასახელებ ამ შემთხვევაში რომელმაც აღწერა რა პრობლემა იდგა იმ თავითვე პრობლემა იყო შემდეგი პრობლემა იყო ფოთის პორტში ფოთის ტერიტორიაზე ანალოგიური პორტის მშენებლობის სურვილი შესაბამისად ამერიკული მხარე მაშინ როდესაც შედარებით ასე ვთქვათ პოლიტიკური სიმშვიდე იყო დაუცველად გზნობდა თავს იმ მხრივ რომ მე ამ ხელა ინვესტიცია ჩავდო და მთავრობასთან ქონდა პრეტენზია რომ მაშინ უნდა მომცე გარკვეული ექსკლუზიურობა ნუ ელემენტარულად რა იმაზეა ხო რაღაც 100 კილომეტრიც კი არ არის მე მგონი მანძილი ამ პორტ შორის და ვთქვათ იქ ხო და შესაბამისად ვთქვათ შეჩერება მაშინ შეფერხება გამოიწვია სწორედ ამ ფაქტმა მეცაც გეტყვით იგივე პირმა თქვა რომ ჩინეთიც ის სანქცირებული კომპანიაც კი არდებს ჯერჯერობით ფულს ზუსტად იგივე მიზეზის გამო ასე რომ მაგას ხოვება არ არის ამერიკულ ჩინეთს ხო ეგეთი ახლა მეორე ნაწილზე რო გიპასუხოთ დემოკრატიული ქვეყნიდან ინვესტიცია არ ნიშნავს მხოლოდ ფულს ის ნიშნავს ნოუ-ჰაუს ის ნიშნავს კულტურას და ის ნიშნავს სწორ ასე ვთქვათ სამართლიან ბიზნესს ხო შესაბამისად ვთქვათ ნესტლე იქნება ვთქვათ დოლარზე რო ვიანგარიშოთ ნესტლეს დოლარი ჩემთვის $2 და მეტი ღირს იმ დროს როდესაც არადემოკრატიული ქვეყნის ვიდრე ნესტლეს კონკურენტი რამდენად სწორის სეგმენტში შესული ხო და არადემოკრატიული $1 ჩემთვის 75 ცენტიც კი არა ხო ჩემთვის არ ქვეყნისთვის ხო ასე რომ ვთქვათ დავით დოლარში რო გადავიყვანოთ დაახლოებით ესეც სურათია მეცაც გეტყვით ჩინელი არ არის რამდენჯერმე ვთქვი უკვე ჩინელი არ არის პარტნიორი ჩინელს ასვერჩი ჩინური ბიზნესი ხო ჩინური ბიზნესი შეიძლება ასე ითქვას შეიძლება ჩინეთი ხო ჩინური ბიზნესი ხო მაინც მიმებულია კომუნისტურ პარტიასთან ასე რომ ხო ჩინური ბიზნესია ჩინეთი არ არის პარტნიორი ვინაიდან ჩინეთი ეუფლება იმ აქტივს რომელსაც მას გადასცემა ხო აფრიკა არის ძალიან კარგი მაგალითი როდესაც თქვათ იმ მიზნით რომ ვითომ სოფლის მეურნეობას ეხმარებოდნენ აფრიკის დაახლოებით 10% მთელი აფრიკის ტერიტორიის 10% ახლა ჩინეთის მფლობელობაში ხო ასე ძალიან მარტივი სტატისტიკური ასე ვთქვათ რეალობა რასაც აკეთებს ჩინეთი ხო ხშირად იყო ხოლმე ვთქვათ საუბარი რომ ჩინელს რატო ჩამოყავს ჩინელი მუშები რატო არ ამუშავებს ქართველებს იქიდან პასუხი შეიძლება რაღაც ყოფილიყო მაგრამ ახსნა ერთია ჩინეთი არ პარტნიორობს ხო ჩინეთი არის შეიძლება ის უფრო რბილია შეიძლება კი არა ნამდვილად ჩინელი გაგიღიმებს მაგრამ ჩინელი თავის ტერიტორიებს იფართოვებს ხო ჩინეთი უფრო რბილია კი არა ნამდვილად რბილია ვიდრე ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და ხო ეგ არის მაგრამ ის არადემოკრატიული ერთი სივრცე მეორე არადემოკრატიულ სივრცეს უკავშირდება რა იქ სადღაც ამ ორ დიდ ბიჭს შორის რა თამაშობებია ხო მათ შორის შუადერეფლის კონტექსტშიც ახლა ესე თუ ვისაუბრებთ ხო ღმერთმა უწყის და ახლა ღმერთმას უწყი შესაძლოა ჩვენც უწყით მაგრამ რაღაც თეორიებში უნდა შევიდეთ რაღაცა ჩინეთი ახსენეთ ვასილ ერთი კითხვაც და პრინციპში ამოვიწუროთ რაღაცა ჩინეთი ახსენეთ რაღაცა ანაკლი ახსენეთ Երկիրը Տրամպის პირველი პრეზიდენტობის, ანუ 2016-დან 2020-მდე მისმა სახელმწიფო მდივანმა მაშინდელმა პომპეომ თქვა გავამართლეთ მაყურებლისათვის ანაკლიაში არ დავინახოთ ჩინური და რუსული კომპანიები. გამოხდა ხანი ტრამპის მაშინდელი პრეზიდენტობის დაისზე მიწურულს ჩაიშალა არსებულ კონსორციუმთან, მაშინ არსებულ კონსორციუმთან, ესე მაყურებლისთვის რო გავმარტო, ხაზარაძის ჯგუფთან ხელშეკრულება, შეთანხმება და მერე გაიყინა პროექტი, ანუ აღარავინ აღარაფერს აღარ აკეთებდა 2019-20-დან დაახლოებით 23-მდე, 24-მდეც კი. 24-ისთვის საქართველოს ხელისუფლებამ უცებ თქვა რომ მე ძალიან მინდა ანაკლიის პროექტი. ჩაატარა ტენდერი, რომელშიც არ მიუღია არც ერთ
დასავლურ კომპანიებს უბრალოდ ერთმა დასავლურმა მიიღო და წააგო. მოდი მაინც ფორმალობებს მივაქციოთ ყურადღება და გადაეცა სწორედ ჩინურ კომპანიას. არის თუ არა, ან შეიძლება თუ არა შეერთებული შტატებისთვის ჩინეთი ახლაც იყოს წითელი ხაზი იმ ქვეყანაში, იმ ქვეყნისათვის, რომელიც შავი ზღვის აუზის ქვეყანაა და პოლიტიკა აკითხაით რო არ შევამყავს მეთქი, მაგრამ იძულებული ვარ 2015 წელი გავიხსენო ვარშავის ნატოს სამიტი, როდესაც ვარშავის სამიტზე ითქვა, რომ Black Sea is our sea, ანუ შავი ზღვა ეს ჩვენი ზღვაა, ნატოს ზღვა. აი, ეხლა ეს გამიანალიზეთ და მაყურებელიც კმაყოფილი დარჩება დარწმუნებული ვარ. თული შეგეყვა და პირველი კვლავ ჩინურ კონსორციუმთან მე როგორც ვიცი ხელი ჯერ ხელშეკრულებაზე არ მოწერილა, იგივე წყაროს მოვიღო, თუმცა ეს ოფიციალურად იყო შეუძლიათ გადაამოწმოს თქო მაყურებელს. მაგრამ ფაქტია რომ ცდელობა არის. ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ის ანტალური რომელიც ჩვენ აკეთებთ კითხა თქვა ანონიმი იყო თუ არა მანამდე მხოლოდ ამას ნიშნავს რომ ამ ჩინეთის რაღაც თუმცა ბავშვს ვერჩი ხო რაღაც ჯიპში ჩადგომით თუ რაღაც ჯიუტობით თუ რაღაც ფეხების ბაკუნი იყო რომ ასე თქვა ნიმიშვი მაკეთებინა ის რაც მინდა თორემ აი ალბათ რაც გავს იყო იმ ხა დიდი ასე თქვა სტრატეგოსები სამწუხაროდ არ ამგონია რომ ყავდეს თქვა ამ ჯგუფში ხო ეს მე ვფიქრობ ეს უბრალოდ რაღაც პროტესტის თუ რაღაც პაპებისაქვე აპრიზგანხულება უფრო იყო მაგრამ რა თქმა უნდა მშვენივრად ესმოდათ რომ ამით ამერიკას არ გაახარებდა მაგრამ ხელშეკრულებაზე ხილად ამოწერ ეთილი ვასილ ძალიან დიდი მადლობა ვასილ რევიშვილი იყო ჩემი სტუმარი მაყურებელს მე მესმის მაყურებლის რომ ახლა მაყურებელს აინტერესებს უფრო შიდა პოლიტიკა და მძაფრი კრიტიკა მათ შორის არსებული ჩემი აზრით და ობიექტურადაც დე ფაქტო ხელისუფლებისა მძაფრ კრიტიკას მიუხედავად იმისა რომ ვიკრძალავენ ხო ცოტა მეცნიერება მაგრამ მაინც დასაკვირველი ამ ხელისუფლებად წოდებულ ჯგუფს არ დავაკლებთ ახლა კი ჩვენ მეტად სერიოზულ და ისეთ თემებზე ვილაპარაკეთ ფინანსისტ ვასილ რევიშვილთან რომლებიც პოპულარული ვინც ის იქნება არც არის მაგრამ მაყურებელთა გარკვეული ნაწილი მაინც უნდა იყოს ინფორმირებული თუ ქვეყნის შიგნით და თუ ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ეკონომიკურ ძირითად ან მნიშვნელოვან ყველა საკითხს ხადიავერს შევეხებოდი მაინც პოლიტიკა ყველგან ჩაგვეკვეთა ხო მე კი ვეცადე მაგრამ ეკონომიკაზე პოლიტიკა გარდაუვალე ხო ვასილ ძალიან დიდი მადლობა ვასილ რევიშვილი იყო ჩემი სტუმარი თქვენ კი გამოიწრეთ არხი და დაელოდეთ სწორ აზროვნებას რომელიც ეთერში ტაბლო მედიაზე რამდენიმე ხანში იქნება მადლობთ